13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული ავტომობილების მფლობელებთან ფულადი დახმარების გაცემის შესახებ ხელშეკრულებები გაფორმდა. Პირველ ეტაპზე ხელშეკრულებას ხელი 27 ფიზიკურ პირთან მოეწერა. მათთვის გამოყოფილია ფულადი $74,450 ექვივალენტით ლარებში. დახმარება ორ კატეგორიად იყოფა. პირველი სტიქიის შედეგად განადგურებული ავტომობილები, რომლებიც შემფასებლის მიერ გაცემული დასკვნის მიხედვით არ ექვემდებარება აღდგენას და მეორე კატეგორია სტიქიის შედეგად დაზიანებული ტრანსპორტი ექვემდებარება აღდგენას. 13 ივნის მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ 100-ზე მეტ ფიზიკურ პირს განადგურებული და დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების საფასური ეტაპობრივად აუნაზღაურდებათ. განისაზღვრა წესის თანახმად, რომ $5,000 ეკვივალენტი ლარის ქვევით არსებული ღირებულების ავტომობილები ანაზღაურდება 100%, ხოლო $5,000 და მეტის ეკვივალენტი ლარის შესაბამისი ავტომობილები ანაზღაურდება 70%. რაც შეეხება მეორე კატეგორიას, ან იმ ავტომობილებს, რომლებიც ექვემდებარებიან აღდგენას, ამ შემთხვევაში ავტომობილების საბაზრო ღირებულების 25%-ის ანაზღაურება მოხდება. გავაფორმეთ ხელშეკრულება ერთ-ერთი მანქანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით და აგვინაზღაურეს 70% მანქანის ღირებულების. ჩემი მანქანა არ ექვემდებარებდა აღდგენას. დაზიანებული იყო 100%-ით. იყო $5,000 ღირებულების, აგვინაზღაურეს 70%.